ახლა ვისაუბროთ, დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ თაობებზე და სწორედ ამ თემას გავაგრძელებ, ოღონდ თაობების გაზრდასაც თეატრალური სივრცე არ ჩამოუვარდება. თაობათა დიალოგი, სწორედ ასე ეწოდება შუადღის ახალ რუბრიკასაც, რომელიც ჩვენს მაყურებელს ერთსა და იმავე პროფესიის მქონე განსხვავებული თაობის ადამიანებს გააცნობს. თაობათა დიალოგში პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და ამბებზე გვესაუბრებიან. რუბრიკის პირველ ეპიზოდში მსახიობები ავარჩიეთ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობები, ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე და ცოტნე მეტონიძე ერთმანეთს ესაუბრებიან. ნახოთ ნონა ოთარაშვილის რუბრიკა. მე მოვედი, მაგრამ ქალბატონი რუსუდანი არ არის. აი, თაობათა დიალოგი. ვაიმე, ესე იგი დამაგვიანდა და დაიწყებენ მე, აი უფროსი თაობა აგვიანებ. ეს მე მოვედი ადრე. აი რა, კარგია, გიждები ახალგაზრდებზე. ბავშვობასთან დამშვიდობება არ მინდოდა. ამ შეკითხვაზე მე პასუხი არ მაქვს. უკან გზა აღარ არსებობს. დამცხა. წლის თავზე პარტნიორები ვართ. ხო. მაგმულად ღორებში. ამ შეკითხვისთვის განსაკუთრებით უნდა გავლამაზ. დავალაგოთ. ნუ მძაბავთ, ძალიან გთხოვ. აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. რამდენი წელია ამ თეატრში ხარ? მე ამ თეატრში ვარ 45 წელი. 20 წლის ვიყავი, როცა თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და თუმანიშვილმა წამომიყვანა და მოვედი. და თქვენ ბატონო ცოტნე? მე ამ თეატრში ვარ 17 წელია. რაც პირველად ვითამაშე ამ თეატრში. აი, რატომ მსახიობობა ცოტნე? ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე რთული, მძიმე და დაუნდობელი პროფესია, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი პროფესია. იგივე კითხვა შემოაბრუნეთ, რატომ მსახიობობა? აქ შეიძლება თამაში და ითამაშო რა, სულ. იმიტომ რომ ბავშვობაში ჩვენ ხო თამაშობდით არა, იმობანას, ამობანას, ომობანას, სახლობანას, რაღაცობანას. ხო და მე რატომღაც იზრდები და თითქოს ითვლება რომ აღარ უნდა ითამაშო და მე კიდე მინდოდა რომ ეს გაგრძელებულიყო. შენი პირველი როლი? ბატონ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით ორნი აქაიქ და ბატონმა ნუგზარმა მისი სტუდენტები დაგვაკავა და ამ თეატრში, ამ სცენაზე ვითამაშე ჩემთვის პირველი როლი. გრძნობდი იმას, რასაც ყოველთვის ყველა პრემიერის წინ გრძნობ. რატომ ავირჩიე ეს პროფესია? მაგრამ ამაზე დიდი სიამოვნება მაინც არაფერია, რომ გახვალ და შენ და მაყურებელი. პირველი ჩემი როლი, აი მე მახსოვს, რომ თეატრალურ ინსტიტუტში, როცა საკურსო სპექტაკლი ვითამაშეთ, ჰაუპტმანის მარტო სულნი ასეთი პიესა იყო და ლილიო სელიარმა დადგა და პრემიერის წინ დაგვახვედრა ესეთი ბარათები ყველას ჩვენ საგრიმიო როებში. და ეწერა რომ შენ გინდა ეს თუ არა, ეს როლი სამუდამოდ დარჩება შენს მეხსიერებაშიო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც როლმა შენი პირადი ცხოვრება შეცვალა. ამ თეატრში ჩემმა პირველმა როლმა, პირველმა სპექტაკლმა ჩემი პირადი ცხოვრება შეცვალა იმისკენ, რომ მე და ჩემი მეუღლე თამაშობდით. პატარა ეპიზოდი ჰქონდა. დღეს უკვე ცოლ-ქმარი ვართ. თქვენთან ყოფილა შემთხვევა ქალბატონო რუსუდან? არა, აი ესე რადიკალურად არა, მაგრამ მე საერთოდ მგონია, რომ ყველა როლი ცოტა ცვლის შენ ცხოვრებას. რუსუდან, რას სწავლობთ ჩვენი თაობისგან? მიხარია და მაბედნიერებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. თქვენ თაობასთან მიხარია ხოლმე, როდესაც თქვენ გინდათ და გაქვთ სურვილი ჩვენთან ურთიერთობის და მეგობრობის. ძალიან სიამოვნებს, როდესაც ახალგაზრდებს თავის ჭკუისავ გონივართ. აი როგორც ყველა ოჯახში უნდა იყოს ბებია და შვილი, ასევე არის საზოგადოებაში. აუცილებელია იყოს ურთიერთობა უფროს თაობასა და ახალგაზრდებს შორის. თანამედროვეობასთან ურთიერთობას ახალგაზრდებისგან ვსწავლობ კი ნამდვილად. თუმცა ასევე ძალიან მიხარია, როცა ახალგაზრდას აინტერესებს, რომ ჩემგან ისწავლოს რაღაცა. თქვენი თაობისგან
ჩვენ ამ თეატრის ახალგაზრდა თაობა ნამდვილად ბევრ რამეს ვსწავლობთ. იმიტომ რომ თქვენ ისეთი პედაგოგების შეგირდები ხართ და ისეთი ინდივიდუალურები ხართ კიდე ამ შეგირდობის შემდეგ, რომ ბევრ რამეს ვსწავლობთ და ძალიან მორჩილად ვსწავლობთ ნამდვილად. რას ფიქრობთ? რა არის მთავარი მსახიობმა, რაც უნდა შეინარჩუნოს? თამაშის სურვილი. არ უნდა დაკარგოს. აი ეს პატარა ბავშვი, რომელიც ჯოხს მოახტება და იტყვის, რომ ეს ჯოხი ცხენია, არის მე მგონი მთავარი, რომელიც უნდა კონდეს მსახიობს. თუ გიფიქრიათ იმ დროზე, როდესაც სცენაზე აღარ იდგებით. რა თქმა უნდა მიფიქრია, აბა რა. ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ამისთვის მზად უნდა იყო და მე არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ტრაგედია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება, აი ამ სამყაროში ყოფნა, რასაც ქვია თეატრი. მაგრამ თუ ჩვენ ერთ დღეს ეს არ იქნება, რაღაცა სხვა იქნება საინტერესო. ხო და აი შენ როგორ ფიქრობ? შენ რას ფიქრობ ამაზე, თუ გიფიქრია? დადგება დრო, როდესაც იქნება პაუზა და მოთმინებით მივიღებ ამ ყველაფერს ალბათ. თეატრს არავინ არ ჭირდება, ჩემი ახმით. თეატრი გვჭირდება ჩვენ, ვინც ვართ თეატრზე შეყვარებულები. აი შენ რო გაგიშვებე და მე რო ჯერ კიდე სცენაზე ვიდგე. ჩვენ ახლა გვაღვნიშნეთ თქვენი იუბილე. უნდა ვითამაშო. აუცილებლად. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მეც მგონი. მიუხედავად იმისა, ჩვენ მაინც კამერაზე მუშაობდით და მაინც რაღაცები დარჩა, რომელიც მივიღე, რომელიც სიახლე აღმოჩნდა ჩემთვის ჩვენი მიუხედავად ბევრწლიანი ურთიერთობისა, როგორც რეჟისორიც ყოფილხართ ჩემი, პარტნიორიც ყოფილხართ და მეგობარიც ხართ ჩემი და ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ დიდი მადლობა, რომ შეგვახვედრეთ. მოგვეცით საშუალება, რომ ერთმანეთს მოვფერებოდით. დიდი მადლობა. მადლობთ.